Lexi არენამ ამჯერად ფოლკლორულ ფესტივალს უმასპინძლა. საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებაში 25 ანსამბლი მონაწილეობდა. ფესტივალის მთავარი სტუმარი ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი LCGC იყო. შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ხორუმის ცეკვით გაიხსნა. Lexi არენას სცენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ანსამბლის მიერ შესრულებული ეროვნულ ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. ქართულს უცხოური ფოლკლორით სვლიდა. ფესტივალმა, რომელიც პირველად ჩატარდა ერთ სივრცეში 5 ქვეყანა, 25 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე გააერთიანა. 93 წლის კაცი ვარ. Ჯერ ასეთი კონცერტები და ასეთი ფესტივალები არ მინახავ. მე დაწყობილი ბაღლობიდან 20 წლისამ შევკედა მე დევს ცეკვა, გრენდი ცეკვა. ეს ფესტივალი ძალიან კარგად დაიწყო. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ტრადიციული ყოველწლიური და უფრო და უფრო გავზარდოთ უცხოელების ჩამოყვანა ჩვენს ქვეყანაში. შოუს მთავარი სტუმარი ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი იყო. ენერგიული ნომრის შემდეგ მონაწილეებმა სიმღერა ტელემაყურებლებისთვისაც შეასრულეს. ისინი საქართველოში პირველად იმყოფებიან. I found the answer. I don't need to worry. Now I know him for myself. Just try him for yourself. We develop this style of music that is შექმნით მუსიკის ამ სტილს, ის ხალხს აერთიანებს. ამ მუსიკის მოსმენისას და შესრულებისას არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის რასას და წარმოშობას. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ. ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დავდივარ და მსმენელთან ერთად ვიზიარებთ სამშვიდობო გზავნილებს, საუკეთესო სურვილებსა და სიყვარულს. 3 საათიანმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა მაყურებელს. იმედი აქვს, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდება და მას მომავალშიც იხილავს. გალა კონცერტს ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ღონისძიება საერთაშორისო ფესტივალის პლატფორმა გახდება. მაყოფილი ვარ, არ ვიცი რა გითხრათ, ემოციებს ვერ გამოვხატავ და ვერ ვხარა. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ განვითარდეს მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და ჩვენ ქართველმა ერმაც გავითნოთ სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორული ანსამბლები და მათი შემოქმედება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა შანსი იმისა, რომ გახდეს პლატფორმა ესეთი საერთაშორისო დიდი ფესტივალების. ამის დასტური ისიც არის, რომ შავი ზღვისპირეთში ტრადიციული არაერთი ფესტივალი გვაქვს და წლიდან წლამდე ამ ფესტივალების გეოგრაფია იზრდება. შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი, რომელიც 3 დღიანი იყო, პროექტ ჩეკინ ჯორჯიას პარკლებში ჩატარდა. ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია. მათი შეფასებით მოლოდინმა გაამართლა და ფესტივალი ტრადიციული და უფრო მასშტაბური გახდება.